მოგესალმებით ჩემო ძვირფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ასეთი თემა მინდა თქვენში მოგთავაზოთ, რატომ მან მაშინ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ეს შეიძლება დავუშვათ, იყოს როგორი სიტუაცია, მაგალითად თქვა, შეიძლება წლების უკან მოხდა, შეიძლება ეხლა ხანს, მაგრამ ეს ისეთი თემა, რომელიც შეიძლება თქვენ გაწუხებთ, ფიქრობთ, რომ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რატომ სხვანაირად არ მოიქცა. ვკითხოთ ჩვენ ტაროს, საერთოდ, ხმალების მეფე აგერ არის უკვე, გვეუბნება რომ მზად ვარ, ამიტომ ავირჩიე ალბათ ეს დღეს დასთა. და უბრალოდ ჩვენ ვკითხოთ ტაროს, მაშინ, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება თქვენს ეკითხებით და ეუბნებით, რომ შენ ვაფშე რატო მაშინ ეს ასე მოიკეცე, რატო, ხო? ვკითხოთ ახლა ჩვენ, ნახოთ, თქვენ ეს ისტორია გაიხსენეთ ახლა ჩვენთან ყველა არ მოდის სიტუაციები, იმიტომ რომ როცა ვარ ნაკაჩი, ყოველთვის რაღაც ესეთი მოდის თემა უცბად, ალბათ ვიღაცისთვის არის საჭირო ეგა და საინტერესო, ხო? ანუ დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გაქვთ თქვენ ეგ სიტუაცია, როცა თქვა დაუშვათ პასუხი არ იცით, მაგრამ გაინტერესებთ. ეხლა ჩვენ ჯერ ვნახოთ იმ პერიოდში, როცა ეგ სიტუაცია მოხდა, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, თქვენ ახლა უცბად ახლა იფიქრეთ ამაზე. რა ენერგიებში იყო თქვენი პარტნიორი? და უკვე მერე ვკითხოთ, უკვე ცალ-ცალკე კითხვები დავუსვათ. ჯერ ვნახოთ. ჩვენი მეფე რა ენერგიებში იყო იმ პერიოდში. დაჟე შეგიძლიათ როგორ თქვათ, იცით? თქვათ ამ და ამ წელს, ამ და ამ თქვათ პერიოდში თუ დღე არ გახსოვს, თუ გახსოვს, კი ბატონო, მაგრამ თუ არ გახსოვს, უბრალოდ ეს პერიოდი თქვით, რომ რატომ იყო, ან რატომ მოიქცა მასე, როგორც მოიქცა თავშოთ, ხო? კიდე ერთხელ ავჭიხავთ, თქვენ მანამდე ჩაიფიქრეთ, გაიხსენეთ ეს სიტუაცია. და დავიწყოთ. რა ენერგიებში, ეგრევე, ვიცოდე რატომღაც რომ ეხლა გამოვა ეს მეფე, გეფიცებით რა. მაგრამ, ოჰოჰო. так, ჩემო სიხარულებო, ეხლა აქ რა ხდება, ნახეთ. აქ გამოდის ეგრევე, დღეს უთო ესეთი ფორმატი ავიღე, მინდოდა რომ შეიძლება რაღაც თქვათ ნახოთ თქვენს ეხლა არკანები. გავაკეთებ ხშირად, რომ სადაც მე არ ვჩანვარ მარტო ტარო, რო თქვენ დაგანახოთ ხოლმე რა. მაგრამ ნახეთ როგორი კომპოზიციაა მაჩვენებს, რომ აქ თვითონ გამოვიდა პენტაკლების მეფეთ. ანუ პლუს კიდე გვერდზე მაგას ყავს იმპერატრიცა, პლუს კიდე მაგას გვერდზე აქვს ოთხიანი თასების. ანუ ეს პოზიცია რას გვეუბნება ჩვენ? იმ პერიოდში, რა პერიოდში თქვენ ჩაიფიქრეთ, შეიძლება ამ ადამიანს ქონდა რამე წყენა. აქ მე არ გამოვრიცხავ ორ მომენტს, იმიტომ რომ საჯარო გაშლა არის. პირველია ის, რომ ეს შეიძლება იყო თქვენი მეუღლე და რაღაცაზე გაიბუტა. თქვენზე შეიძლება ეს იყო თქვენთვის უმნიშვნელოვანი ესე პიროვნება, მაგრამ ამავე დროს შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აქ სხვაობად შეიძლება იყოს ასაკში რაღაცა სხვაობა შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ნახეთ, კი, მეფე, კარგით, ახლა ახსნას არ დავიწყებ, ახლა არკანების, ოკეი. უბრალოდ აქ როგორი სიტუაცია არის, კიდე ნახეთ. შეიძლება აქ არის როგორი მომენტი. იმ პერიოდში რაღაცით შეიძლება რაღაცა იმედგაცრუება შეიძლება ქონდა ამ ადამიანს თქვენში. შეიძლება თქვენ აქ დაუშვათ, უბრალოდ პარტნიორები ხართ, რომელიც ერთმანეთის მნიშვნელოვანები ხართ, მაგრამ ამას რაღაცა თქვენი საქციელი არ მოსწონდა. ეხლა ნახეთ რა ხდება. როცა გამოდის, ასეთი პოზიცია, კიდე აქ შეგვიძლია ის მომენტიც ვთქვათ, რომ გოგოებს ხშირად აქ ისეთი სიტუაცია, ესეთი, შინაგანად ესეთი მომენტები, როცა რთავენ დედას. ანუ ნამეტანი ზრუნავენ, როგორც დედიკო. ხო ხდებით, ახლა ქალი, ცოლი ზრუნავს კაცის სხვანაირად. დედა ზრუნავს სხვანაირად, მაგრამ ზოგჯერ, ზოგი არ იცის ეს სხვაობა რა არის, რაშია ეს სხვაობა. ზოგი უბრალოდ,
მგონია რომ უნდა ვიზრუნო და ახსენდება როგორც ვთქვათ აი დედა უნდა იზრუნოს ვთქვათ აბა დაურეკავს 15-ჯერ, რატომ იგვიანებ, ხომ არაფერი მოგივიდა, საჭმელი ჭამე თუ არ ჭამეთ, შეიძლება დაურეკო. აი ეგეთი რასაც დედა ზრუნავს, ანუ რატო დედა იმიტომ ეკითხება შვილს, ჭამე თუ არ ჭამე, იმიტომ რომ ის პატარა და ნერვიულობს. ეხლა როცა შენ ზრდასრულ კაცს 15-ჯერ დღეში ამას ეკითხები, ნუ ეს ცოტა უკვე არ არის მისაღები, ხო? ანუ აქ მოხდა რაღაცა ისეთი, რომ შეიძლება რაღაც პერიოდში და მომენტში მან მიიღო, რომ მე შენი მიღება როგორც დედის, აი შენი საქციელის არ მინდა. არ მინდა. მანამდე ნორმალურად კარგად იყო, მაგრამ რაღაც უცბად ამ პერიოდში შეიძლება თქვენ ჩართეთ აი ეს მომენტი რა. ეს დედის მომენტი. კი ბატონო. და აქ იყო კიდე როგორი სიტუაცია, შეხედეთ, ნახეთ. შეიძლება მაგ პერიოდში მაგან გადაწყვეტილება მიიღო ზუსტად წასვლის და აირჩია რა ის პერიოდი გართობა, ანუ ნახეთ, შეიძლება კიდე ნახეთ, კიდე როგორი მომენტი არის, ნახეთ. ხო, სხვათა შორის უნდა მეთქვა, ეს თემა ჩვენ გავიარეთ უკვე 3 წლის უკან, მაგრამ ნუ თყობა ახალი ვიღაცა აქ მივიდა ადამიანი და ვისაც თქვენ გიჭირთ ჩემი ქართული ენით ახსნილი, თქვათ, გაშლები, ხო? და თან რომ წერ არ გეწყოს, მე არაფერი არ მწყეს არასოდეს. უბრალოდ თუ გრძნობ დისკომფორტს, არ მოусმინოთ. არიან სხვა ადამიანები, ვინც შლის ტარო, ნუ დაიტანჯებით ჩემი ქართულით და მოусმინეთ იმათ სუფთა ქართულით. მოგიყვებიან ბევრ საინტერესო თემებს, ჯადოებზე და ასე შემდეგ. მე ჩემი ქართულით ვცდილობ ადამიანებს გავაუმჯობესო მათი ცხოვრება და ნუ ვისაც ახლა ჩემი ქართული კარგად ესმის, კიდევაც ჩემთან სწავლობენ და ხდებიან ძალიან გადასარევი ტაროლოგები. კარგით. ანუ, არც ისეთი ცუდი ქართული მქონია, ხო, მე მგონი. ეხლა ნახეთ ჩემო სიხარულებო, აქ რა მოხდა. ნახეთ, ესე იგი, რაღაცა პერიოდი იყო თქვენთან, ანუ სადაც ეს ადამიანი გრძნობდა კარგად თავს. მე ვთქვით ჩვენ, რომ ესე იგი ჩართეთ ვიღაცამ დედის როლი. ამან გადაწყვეტილება მიიღო, რომ უნდა წავიდე, იმიტომ რომ აი თითქოს ის პერიოდი, რომელიც მას მოსწონდა, დასრულდა. აქ კიდე ხარ თქვი ერთი პერიოდი. შეიძლება თქვენ თუ არ არის თქვენი ქმარი ეს ადამიანი, თქვენ შეიძლება უთხარით, მოდი ერთად ვიცხოვროთ ჩვენ. გაიგეთ? ანუ იმიტომ რომ ახლა მეფე პენტაკლების და რა თქმა უნდა ახლა იმპერატრიცა ის არის ესეთი ენერგია, რომ აი უნდა რა, რომ ეს რაღაცა საერთო კონდეს, ერთ სახლში ვიცხოვროთ, რაღაცა ოჯახი შევქმნათ. შეიძლება ინიციატივა იყო თქვენგან და მაგას ეს არ მოეწონა. ამას უნდოდა, იმიტომ ვთქვი მე, აი აქ რომ ცოტა შეიძლება სხვაობაც იყოს ასაკში, თუ დაუშვათ, თქვენ უკვე იყავით გათხოვილი, ან უკვე მზად ხართ იმისთვის, რომ ოჯახი შექმნათ, ეს ადამიანი არ იყო იმისთვის მზად, გაიგეთ? ანუ აი ესეთ ოჯახურ თემისთვის არ იყო მზად იმის მიუხედავად, რომ აჩვენებს, რომ მე ვარ პენტაკლების მეფე. მიხვდით? აი აქ არის აი ზუსტად ეხლა ესეთი სიტუაცია, როცა რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მე არ მინდა ეგეთი რაღაცა, მე მინდა გართობა, მე მინდა რაღაცა სხვა თემა და არ მინდა გადავიყვანო ეგ სიტუაცია სხვა დონეზე. ანუ აი ეგეთ ენერგიებში იყო აქ, უფრო ეგეთი აქცენტი, იმიტომ რომ აქ ცოლქმრულ თემაზე შეიძლება მარტო ეგა ვთქვა, რომ მაგას პირიქით, აი რაღაცა, ნუ როგორ გითხრათ ახლა, ნუ დაიღალა არა მგონია, რომ აქ დაღლა იყოს, აქ უბრალოდ მაშინ რატო ეგრე მოიქცა, თუ ქმარი იყო, რაღაცა იყო მისთვის მეუღებელი. ნახეთ ახლა გეტყოთ კიდე მოდის სიგნიფიკაცია რისი. შეიძლება მაგ პერიოდში თქვენ მოგივიდათ რამე გაუგებრობა შვილების გამო. ნახეთ, დაუშვათ შვილებს უნდათ სადღაც წასვლა და თქვენ რაღაცა ისეთი თქვით, რაც არ ესიამოვნა მას. გაიგეთ, ნუ რაღაცა ეგეთი თემა. აქ ტრიალებს რა, დაიჭირეთ თქვენი ეგ სიტუაცია რა.
კიდევ ნახოთ, აბა კიდე ავიღოთ, აბა გავაგრძელოთ. კიდე რატო იყო? აჰა. ნუ აქ ნახეთ რა მოხდა. მერე შეხედეთ ახლა რას მიყვებიან, მე მგონი ახლა ჩვენ ახაც ყველაფერს მოგვიყვებიან ახლა. მერე როცა თქვენ დაშორდეთ, ეს ადამიანი უეჭველი სადღაც წავიდა, გოგოებო, აი მართლა გეუბნეთ სადღაც წავიდა. როცა ეს ადამიანი სადღაც წავიდა, იქ მან იგრძნო დისკომფორტი. უთქვენოთ, იმიტომ რომ აი თითქოს მარტო დავრჩი მთელი სამყაროში. მივხვდით? აქ მე ვერ ვეთქვი, რომ გმაყოფილი იყო თავისი გადაწყვეტილებით. იმიტომ რომ კი, მაგან არჩევანი კი გააკეთა, რომ მე ჯერ არა ვარ მზად, რომ რამე შევცვალო ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ იქ სადაც წავიდა, უთქვენოთ, იგრძნო თავი მარტო. მივხვდით? კიდე? კი. აი, იცით რა იგრძნო მაგან, რომ ნაადრევად გავაკეთე მე ეს გადაწყვეტილება. ნაადრევად. იმიტომ რომ მიხვდა მაგ აი აქ დაჟე რა არის ეს აი თქვენს კი გული გატკინათ, მაგრამ თვითონ რო გითხრათ რომ გაუხარდა ძალიან ამ საქციელის, არა. პირიქით, ინერვიულა ძალიან რომ ეს რა დამემართა. ეს რატომ გავირჩიე? ეს რატომ გავაკეთე მე? იმიტომ რომ აქ ადამიანი გეუბნებით რომ თქვენ პრინციპში ნახეთ ახლა აქ ვერ ვეტყოდი რომ ეს ადამიანი თქვენს გვერდით გრძნობდა თავს ცუდად. უბრალოდ ეტყობა აქ რაღაცა გადამწყვეტი პერიოდი იყო, ნახეთ ახლა ჩვენ ცხოვრებაში ხო ვამბობთ ხოლმე რომ აი არის პერიოდი როცა რაღაცა უნდა შეიცვალოს რა და ეტყობა ნუ ახლა ჩვენ ხო ძალიან ღრმად არ შევდივართ თქვენ სიტუაციაში თამიტომაც ახლა საჯარო გაშლაში ხო უბრალოდ აი აქ ეს სიტუაცია არის ისეთი როცა მან რაღაცა რაც მიიღო გადაწყვეტილება, ანუ შეიძლება ზოგმა თქვათ, მეგობრები აერჩია, მეგობრებთან მინდა უფრო ურთიერთობა, სულ არ მინდა მე ეს ოჯახური. არა ვარ მზად, შეიძლება, ნუ ხო იმიტომ გითხარით, ნუ აქ დაჟე ნახეთ, თუ არ არის დაჟე თქვენზე პატარა, შეიძლება არიან ზოგი ესეთი მამაკაცები, რომ შეიძლება ეს ადამიანი იყო ადრე კორწინებაში და უბრალოდ აღარ იყო მზად, რომ ისე თქვათ, ეხლა შეიქმნა ოჯახი და უნდოდა თავისთვის ყოფნა. მივხვდით? და თქვენ უკვე გადაიზარდეთ ეს პერიოდი, თქვენ გინდოდათ, რომ ნუ ერთად გინდოდათ ყოფნა მასთან, უკვე როგორც აი ცოლ-ქმარის სიტყვაზე, ხო, გეცხოვრათ. მაგრამ ამან ეს ვერ მოტვინა, გაიგეთ, რაღაც იმიტომ რომ კაცებისთვის საერთოდ, მithumetes ვინც იყო კორწინებაში, ძალიან პატარა პროცენტს აქვს სურვილი, რომ ისევ გაიმეოროს. ნუ მოდით ახლა ქალებსაც ახლა ბევრს არ აქვს ეს სურვილები და მithumetes კაცებს რა. იმიტომ რომ მაგით ესე იგი, ეგენი თითქოს აი თავისუფლებას კარგავენ, რომ უკვე მე არ შემიძლია წავედე მეგობრებთან, შეიძლება თქვენს ეუბნებოდეთ რამე საყვედურს, რომ რატომ მიდიხარ მეგობრებთან, რატომ თქვათ ერთობი იმათთან დაუშვათ, ხო? რატომ მე არ მაგცევ ყურადღებას და უფრო შენ მეგობრებთან გინდა სულ ყოფნა, მაგრამ მე გეტყვით ერთ საიდუმლოს თუ ვინმე კიდე არ იცით, რომ კაცებისთვის საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი როგორც ქალებისთვის უმნიშვნელოვანესი არის ურთიერთობა და ურთიერთობები, კაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი ანუ ფინანსური მდგომარეობა, რომ თუ ახლა მილიონერობა არ უნდათ რომ იყოს მილიონერი, ყოველ შემთხვევაში რომ რაღაც რო გქონდეთ ჯიბეში, ნუ საჭირო თუნდაც თავისთვის სიტყვაზე. მნიშვნელოვანი მაგათი საქმიანობა, რეალიზაცია, რომ რაღაცა თვითრეალიზებული იყოს ყველას თავის დონეზე, ეხლა არ დაიწყოთ და მე მეგობრებთან ყოფნა უყვართ, ეს ყველას არა მე ვამბობ, უფრო პროცენტულად, უფრო მეცე. და მე უკვე ურთიერთობა და მე უკვე შვილები და ასე შემდეგ, მიხვდით? ეს არის მასე, ეს არის, ნუ, ასეთი ბუნებრივი კანონი, ასე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ ქალს, რა თქმა უნდა, რომ აი მისი საყვარელი ადამიანი უფრო მეტ დროს მასთან გაატარებდეს, უფრო მეტი ყურადღება მას მიაქციეს, უფრო ერთადსადმე წავიდე და ასე შემდეგ. მაგრამ აი ამას ეს აი თუ აქ კიდე ნახავთ, თუნდაც შეიძლება დაუშვათ რამე კონტროლი გქონდა თქვენ, ან მას შეიძლება დაუშვათ არ მოსწონდა, იმიტომ გითხარით დედის როლი, იმიტომ რომ როცა ქალი იწყებს აი გაკონტროლებას, ხო, მამაკაცის,
მეგრევე მიდის მე წინააღმდეგობა კაცში, რომ შენ მე რატომ აკონტროლებ? იმიტომ რომ ბავშვობიდან დედა რო აკონტროლებს, ხო? აბა ქო დაიფარე, აბა ჭამე, აბა ისა ხელები დაიბანე, აბა ფეხზე გაიგო, კაროჩ რა ეს ყველაფერი. აი როცა ქალიც რთავს იგივეს ახლა და მაშინ ახლა მაინც ახლა ბიჭი ახლა მეომარია, ხო? როგორ შეიძლება რომ ადამიანს მაგას რამე უთხრა და უკვე ეს დედას ხო ვერ ეწინააღმდეგება, მე როცა უკვე ხდება კაცი ზრდასრული, არა აქვს მნიშვნელობა ეხა რამდენი წლის არის, უკვე რომ კაცობს და ქალი რო ამას აი ესეთ რამეს ეუბნება, თქვათ ელემენტარულს, ხო? ანუ საყვედურს, რატო არ დამირეკე, რატო მიდიხარ ძმაკაცებთან, აი რა სულიქ უნდა იყო, ანუ რაღაცა აი ამაში რატო მიდის წინააღმდეგობა და ჩხუბი ხშირად ამაზე არის, იმიტომ რომ ამას ქვეცნობიერად ახსენდება დედა, ის მომენტი რომ მე მაგას უნდა და მეგობრებთან სიტყვაზე თამაში და დედამ დაუწყო, შენ გაკვეთილები ისწავლე? აბა, დაჯიკე მოდი ახლა საჭმელი ჭამე. მიდი ახლა, არა დასჯილი ხარ და აი ეს ყველაფერი ამას ახლა ეგრევე ერთობა რაღაცა თვითონ ნუ კი არ ვერ ხვდება თვითონ მაგას, ნუ ხო ხდება ხო ქვეცნობიერად და ეგრევე აგრესიას უშვებს მე ქალზე, გაიგე და თუ ეს ხდება ხშირად მაშინ უკვე შეიძლება даже წავიდეს კიდევაც, იმიტომ რომ მე დედას გამოვიკეცე, მე აღარ მჭირდება დედასთან ახლა მაგისი აი ესეთი ქცევები და ესეთი თქვა კარნახები და გაკონტროლება, ახლა შენღა მაკლდი და ეგრევე თქვენ ასე როცა ექცევით კაცს, დგებით დედის როლში, დედის ადგილზე, დედასთან ბოდიშით არც, ნუ, სხვანაირი სიყვარული და სხვანაირი ურთიერთობა, არც სექსუალური და არც არანაირი სხვა და ამიტომ ეს აი ასე ქვეცნობიერად ერთობა ხედავს მაგას ქვეცნობიერად და მორჩა ეთიშება, სურვილიც ეთიშება შენს მიმართ და ყველაფერიც ეთიშება და აღარ უნდა რა, აღარ ჭირდება, всё. აი ეს არის, ნუ მოკლედ რომ მოგიყვეთ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება თქვათ, აი ესეთი სიტუაცია მოხდეს. ხო და ამიტომ, ნუ თქვა თქვენ ახლა დაუშვათ თუ არ იცოდეთ, აი გეუბნებით რა ის საფუძველზე შეიძლება ყოფილიყო ეს და ამიტომ ამან ადგა და გადაწყვეტილება მიიღო, მე მინდა თავისუფლად, მე მინდა გართობა, მე მინდა წასვლა, მე არ მინდა ეგეთი რაღაცა კონტროლები და რამეები, მაგრამ როცა უკვე წავიდა და რაღაცა პერიოდი გავიდა, აი მაშინ მიხვდა მაგან რომ აი ეს მოაკლდა, აი მე რო გეუბნებით ხოლმე თქვენ და ისედაც ალბათ ზოგი ახლა იცის ისედაც რომ ანუ ასეთ სიტუაციაში როცა ეს არის საერთოდ პაუზა, აი აქ პაუზაც იყო. პაუზა რისთვის ხდება ჩვენთან, ხო? პარტნიორი მოვიდა, ჩვენ რაღაცა უნდა გვასწავლოს, ხო? და აი პაუზა როცა ხდება, ზოგი იწყებს ნერვიულობას, ტირილს, აბა მითხარეთ ისა რა ქვია, რა მოხდა რაღაცა ისე და ანუ ისტერიკები და ასე შემდეგ, უზილო ღამეები და ნერვიულობები. აი და ნახეთ, სიტუაცია კი არ ლაგდება მაგ დროს, პირიქით. უფრო ნერვები გეშლება, შეიძლება ზოგი გახდება, ზოგი მე გარეთ გასვლა არ მინდა, არც თქვა თუ შვილები ყავს ის იმაძეს ბრაზდება და ასე შემდეგ და ამ დროს რა უნდა გააკეთო? უნდა პირიქით დაკავდეს შენი საქმეებით. დაждე ჯერ დაფიქრდე რისთვის იყო ეს ყველაფერი, რა უნდა გავიგო მე აქედან. მეორე უნდა ეგრევე გადაერთო სხვა საქმეებზე, იმიტომ რომ თქვენ როცა აი ასე ტირი ხართ, ისტერიკებში ვარდებით და ასე შემდეგ, თქვენ ამათ ენერგეტიკულად გაქვთ თქვენ ახლა კავშირი. და ის ადამიანი კი ვერ ხვდება, რომ თქვენ დაუშვათ ახლა ნუ არა ხართ მის გვერდზე, რატო იძახენ ხოლმე რომ დაუშვათ ახლა, აი უკვე აღარც მახსოვდა ეგა და ახლა მოვიდა რა, აი ყოფილები კიდე რატო ბრუნდებიან, ხო? იმიტომ რომ თქვენ მაგაზე უკვე აღარ ფიქრობთ, 100 წელი არ ფიქრობთ და არც ენერგიას არ უგზავნით მაგად და იმიტომ ეგენი აი რაღაცა კაი დაუშვათ ახლა კაი მომენტები გაახსენდებათ თქვენთან გატარებული და მაშინ ჩდებიან, თუ რაღაცა მომაკლდა, რაღაცა აი რაღაცა არ არის, ხო? ანუ და ის რაღაცა ან შეიძლება თქვა აი ნასვამები კიდე რატო და ხო რეკავენ, რომ ზუსტად მაგიტომ რომ ანუ იმ პერიოდში რაღაცა თქვა გაახსენდათ რაღაცა და ეხლანდელ ცხოვრებაში როგორ ცხოვრობენ რაღაცები არ მოსწონთ მაგათ და უცბად აი ის კაი დრო რო იყო, მოდი აბა დავურეკო. თქვენ უკვე აღარც გახსოვთ და აღარც გინდათ უკვე სხვა ცხოვრები ცხოვრობთ, ხო ხდებით რა. აი აქაც ურთიერთობის პერიოდში აი ეს რო გააკეთოთ თქვენ რო კი არ დაეწყოთ ნერვიულობა, იმიტომ რომ აქ შეიძლება მოხდა ეგ მომენტი, რომ შეიძლება თქვენ თქვით, რომ ნუ რა ვქნა ახლა არა და ნუ.
და ამიტომ უკვე ამას დაეწყო აი ეს ნაკლებობა, მაკლია მე რაღაცა, მაკლია ამისი ენერგია, მე მაკლია. ვეღარა ვარ მე უკვე ხოძზე დაუშვათ. პლუს კიდე შეიძლება სექსუალურადაც იყო თქვენზე ძალიან აი თქვენი ენერგია იყო მისთვის ძალიან მაგარი რა. და ანუ ეგაც ახლა მოაკლდა ამას რა თქმა უნდა და აი ზუსტად მაგიტომ შეიძლება ეს ადამიანი მე უკვე კი, აი ნახეთ, ამას თვითონ ისე დღეში ჩავარდა, აქ მოხდა მაგაში საშინელი ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ მაგან მივხვდა, რომ ეს რა გავაკეთე, ჩემი ხელით დავანგრიე სიყვარული, რომელიც მისთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, იმიტომ გეუბნებით კიდე რომ ნუტირი ხარ, თავს ნუ არა ურახუნებთ კედელს, დაკავდეთ თქვენი საქმით, მოაკელეთ ამით ენერგია თქვენს პარტნიორს, იმან იფიქროს მიეძეთ საშუალება, რომ მაგანაც გაიაროს ეს ტრანსფორმაცია უთქვენოდ და გაიგოს თქვენი ფასე. თუ არც დაბრუნდა და ნუ მაშინ რადგინათ ეგეთი ადამიანი, რომელიც თქვენ ვაფშე არაფერი არ ახარ. როცა თუ დაუშვათ თქვენ მისი ხართ, თქვენი ყოველთვის თქვენთან დაბრუნდება. ეს ახლა ეს არის ანუ კანონი. და ამიტომ აქ ახლა მოხდა ესეთი სიტუაცია, რომ ნამდვილად აი რაღაცა გადატრიალე, რაღაც ტრანსფორმაცია მოხდა საშინელი მაგის თავში და აი აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობას კიდევაც გადაწყვეტილება მიიღო ამ ადამიანმა დაბრუნებას. შეიძლება კიდე რაღაცა, ნუ ეხლა თუ ქმარი იყო ოჯახში დაბრუნება გადაწყვეტა უეჭველი. კიდე ერთი აბა მინდა დავნახო. და აქ შეიძლება სხვათა შორის მაგან აქ მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ მე მინდა შენთან უკვე წამოსვლა და შენთან ცხოვრება. უბრალოდ ნახეთ, ეხლა აი თვითონ ეხლა სწორედ როგორ უნდა მოქცეულ არ იცოდა. აქ შეიძლება დიდი პერიოდი გავიდა, რატო იცით? იმიტომ რომ არ იცოდა როგორ უნდა ემოქმედა. არის ზოგჯერ როგორი მომენტი, იცით, მამაკაცი თქვათ, ეხლა ნუ ხა რა თქმა უნდა ეგენი უფრო ამპარტანებიც არიან, ამაყები და ასე შემდეგ. და როცა ეგ არ მოქმედებს, თქვათ, ნუ დაუშვათ ეხლა არ დაგირეკა 1 კვირა, 2 კვირა, 3 და მე მაგან ხო არ იცის ეხლა თქვენ რა დღეში ხართ, შეიძლება თქვენ უკვე გადაიფიქრეთ, უკვე აღარ გჭირდება და აღარ გინდათ რა. მაგასთან ურთიერთობა და მაგას უტყდება რა, რომ შენ ახლა რომ დაგირეკოს და ეტყო რომ კარგად ძანდებოდი, მე გავთხოვდი სიტყვაზე, ხო? და ამიტომ უკვე ამ დროს კიდე წელავენ და რომ წელავენ, მე უარესი ხდება. ხო მიხვდეთ და ეგაც აი ეს გაიჭედა, რომ არ ვიცი ეხლა მაგას საერთოდ ეხლა უნდა თუ არ უნდა ეს ყველაფერი, ნუ ყოველ შემთხვევაში ის რომ წავიდა იმ ადგილიდან, სადაც კარგად იყო რომ ნანობდა, ეს გოგოები შემიძლია გითხრათ უეჭველი მასია. კი, მაგრამ მე სხვათა შორის, აი აქ ნუ ეს ვისი ისტორია არის. აქ მიხვდა მაგან რომ ან შეიძლება მოგწერათ, შეიძლება დაგირეკათ, შეიძლება და თქვენ აი იცით როგორ გაუხარდა რომ თქვენ მიიღეთ ეგ ადამიანი? კი, აი გაგიჟდე სიხარულით ვინს მიიღეთ, იმიტომ რომ ნამდვილად მაგან არ ელოდა. მაგას აღარ ეგონა რომ თქვენ მაგას მიიღებდით, ვაფშე არ ეგონა და მაგრამ აი მაგის სიხარულს საზღვარი არ ქონდეს, შემიძლია გითხრათ, როცა თქვენ აი ვინც მიიღეთ ეს ადამიანი, იმიტომ რომ მაგას ძალიან ეშინოდა, რომ აი ეს ბედნიერება დავკარგე. მიხვდით? აი ძალიან ეშინოდა. კი, აი რაც მოგიყევით, კი, სულ მაგას ფიქრობდა, რომ აი დრო, აი რაც მოგიყევით და რომ მაგას მეუბნება, რომ დრო გავიდა და უკვე მეშინოდა, რომ ვაი თუ მაგას აღარ უნდა. მოაკლდა თქვენი ენერგია, თქვენი სიყვარული მოაკლდა მაგას კიდე, გაიგეთ რა ხდება? მოაკლდა ძალიან. კი ბატონო და მე რა ქენი შენ ძირფასო. ნუ აქ უკვე მიხვდა მაგან რომ ახლა თუ აი რაც მოგიყევით თქვენ რაც მოგიყევით რომ გადაწყვეტილება მიიღო და კი ბატონო აქ სიტუაცია შეიცვალა მაგან გაბედა მიხვდა რომ თქვენ ხართ მისთვის მნიშვნელოვანი ხალი. აი აქ ნახეთ უკვე მიხვდა რომ ეს არის ჩემი ბედი, ეს არის ჩემი ხალი, ეს არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი და ნამდვილად მე მინდა მასთან ვიყო. რამდენადაც აი რამდენი ხანიც არ უნდა იყო აი თუ დაუშვათ აი როგორც არ უნდა მოიქცეს, იმიტომ რომ მის გარეში უფრო ძნელია ჩემთვის ყოფნა, ვიდრე თქვათ ვიყო მარტო. მიხვდა მაგან აი ეს მომენტი აქ, გაიგეთ რა ხდება? და გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს არის ჩემი ბედი.
ეს ქალი და მინდა მასთან მინდა დავუბრუნდე ამას რა. მე და თავიდან დავიწყო ურთიერთობა, იმიტომ რომ აქ ნუ ეს რაღაცა კარმული გაკვეთილიც ჰქონდა, თქვენ უეჭველი ახლა თავის თავად რა. და ამიტომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ აი მე მინდა ნამდვილად კი. ანუ იცით როგორი თემა არის, რომ თქვენ მაგისტრის ხართ, როგორი ქალი. აი ძალიან სექსუალური, ძალიან სასურველო, პლუს ნუ მკაცრი ზოგჯერ ხართ, ზოგჯერ ცივი ხართ ძალიან, მაგრამ თან პლუს კიდე რა არის, იცით? აი აქ თუ დაუშვათ თქვენ ხართ ასაკზე ხო გითხარით სხვაობა შეიძლება იყოს. იმის მიუხედავად, რომ აი ბევრი გოგოები ახალგაზრდები ხო არიან, ახლა მარტო თქვენ ხო არ დადეხართ დედამიწაზე, მაინც ყველას ურჩევნი ხარ თქვენ და მაგან ეს ამ შანსს მე არ გავუშვებო. არ გავუშვებ. თან ახლა აქ ანუ კი ბატონო. აი გეუბნებით, რომ მიხვდა მაგან ერთ რამეს, რამდენადაც მე არ უნდა ვებრძოლო, რამდენადაც არ უნდა მე რა, აი მე არ შემიძლია მისგან სადმე წასვლა. და თითქოს რაღაცა აი გინდათ თუ ასაკიც თუ გაქვს და რაღაცა ვაფშე აი ეს სულ არ აინტერესებს მაგას. არა. იმიტომ რომ მაგან გადაწყვეტილება მიიღო აქ რომ თქვენ ძალიან გიყვართ ეს ადამიანი, მიხვდა, იმიტომ რომ აქ გოგო ეთყობა, ნუ დაელო და ყველა ვარიანტში ეგრეა და როგორ არის იცით, აი არავის მე მაგას არ მივცემ. აი აქ ესეთი თემა არის. ნუ მოდით ასე გავაკეთოთ. ჩვენ ახლა პრინციპში ну, აქ სიყვარული, რა თქმა უნდა, ამან ძალიან რთული პერიოდი გამოიარა და მიხვდა, რომ სიხარული მისთვის თქვენს გარეშე ძნელი და რაზე მოვატყუო თავი, აი რაზე მოვატყუო, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იყო თქვენს გარეშე, აგერ აჰა, მტერს და დამაწყევარს. კი. ეხლა რა არის იცით, ნუ ჩვენ კითხვა გქონდა რატომ მოიქცა, მე აგიხსენეთ თქვენ რატომ მოიქცა და ამიტომ ახლა ნუ პრინციპში თქვენს გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცთან ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცეთ, რომ არ არის საჭირო, რომ თქვა დედიკო ჩართოთ რა. ნუ ამაზე ახლა მე სხვადასხვა მაგ ძალიან მაგარი ტრენინგი გაკეთებული. სადაც მე აი ამას ხსნი, რატო იდეალურ პარტნიორთან ვერ ვითარდები ჩვენ და იქ ზუსტად მაგაზეც ხსნი. რატო და როგორ, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან საინტერესო თემაა. და როცა ჩვენ ვიცით რა არის ყველაფერი, ზოგი რაღაცა ხდება, იმიტომ რომ არ ვიცით, ხო? როცა უკვე ვიცით მიზეზი, თქვა, რატო ხდება ურთიერთობაში აი ეს მომენტები, მე უკვე ჩვენ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, რომ უფრო კარგად წავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა და ჩვენი სიტუაციები, ხო? მე როგორც ყოველთვის გისურვებთ სიხარულის, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.